ახლოვდება რეგისტრაციებისა და შიდა გამოცდების პერიოდი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და სწორედ ამ თემაზე დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თბილისის სასულიერო აკადემიის შესახებ კონკრეტულად შემოგვიერთდნენ სტუმრები თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანოზი იოანე კვანჭიანი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, სამეცნიერო დარგში თეოლოგიის დოქტორი ბატონი რატის ტურუა და თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ამირან ხვედელიძე. მოგესალმებით. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. ბატონ რატი, ამირან მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. როგორც შესავალში ვთქვით, ახლოვდება შიდა გამოცდების პერიოდი და რეგისტრაციის პერიოდი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, საქართველოს პირველ საღვთისმეტყველო უმაღლეს სასწავლებელში და ჩვენ ეს დღეები ვაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ფაკულტეტის შესახებ ჩვენს მაყურებელს. მე დასაწყისში ვიტყვი, რომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოქმედებს შემდეგი ფაკულტეტები. ეს არის სემინარია, აკადემია, საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების ხაწერისა და დაზგური და მონუმენტური ხაწერის ფაკულტეტი, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სემინარიის შესახებ, ვისაუბრეთ ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის შესახებ და აი დღეს გვინდა ვისაუბროთ თბილისის სასულიერო აკადემიის შესახებ, რომელიც არის თეოლოგიის მიმართულების მაგისტრატურა, მეორე საფეხური და მამაო თქვენგან დავიწყებთ, თქვენ დეკანი ბრძანდებით ამ ფაკულტეტის, თუ შეიძლება რომ გითხრათ, აი რას თავაზობს აკადემია დაინტერესებულთ, რას წარმოადგენს, როგორია მისი ისტორია და როგორია თანამედროვეობა თბილისის სასულიერო აკადემიაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ქალბატონო ელისაბედ. მივესალმები ჩვენს მაყურებელს, ჩვენს ვირბას მაყურებელს და რახან თქვენ მკითხეთ სასულიერო აკადემიის ისტორიაზე, რამოდენიმე სიტყვით შევეცდები, რომ ჩვენს ვირბას მაყურებელს მოვახსენო და შევახსენო, რომ 1988 წელს ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ილია მეორის მიერ და მისი მოღვაწეობით იქნა დაარსებული თბილისის სასულიერო აკადემია და 37 წელი გავიდა მას მერე. და 37 წლის განმავლობაში იცით როგორ ესე საქმე რო იწყება თავიდან ის ჩამოყალიბებული ვერ იქნება, ის ნელ-ნელა ყალიბდება ეს საქმე და მით უმეტეს ესეთი ძლიერი სასწავლებელი როგორც დღეს არის თბილისის სასულიერო აკადემია, ის ერთ დღეში ვერ შეიქმნებოდა, ერთი ადამიანის მიერ ვერ შეიქმნებოდა, ამას რამოდენიმე ადამიანი და მთელი პროფესორების ჯგუფი და მთელი ის ადამიანები აყალიბებდა, ვინც დღესაც მოღვაწეობს სასულიერო აკადემიაში და მე მინდა აი რაღაცნაირად მადლიერება გამოვხატო რა თქმა უნდა მისი უწმინდესობის მიმართ, მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა რექტორის მიმართ, ვისაც დღემდე უმოღვაწეა თბილისის სასულიერო აკადემიაში და განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც 1988 წლიდან დღემდე მოღვაწეობს და ასეთი ადამიანები ყავს და დღესაც მუშაობენ ისინი. ისინი ჩვენს გვასწავლიდნენ, მე ბატონ რატისაც და ამირანსაც და ყველა ჩვენი პედაგოგებიც იყვნენ და დღემდე ისინი მუშაობენ და ეცით რა არის ისეთი სასწავლებლის ჩამოყალიბება, როგორც დღეს არის თბილისის სასულიერო აკადემია, შეუძლებელი იქნებოდა თუ არა აი მთელი ამ პროფესორის და მთელი ჩვენი რექტორატის და პრორექტორების აი დაუღალავი შრომის გარეშე ეს შეუძლებელია რომ რაღაც ღირებული შექმნა ადამიანმა და ეს ძალიან დიდ მსხვერპლს იწვევს. როდესაც ღირებულს ქმნი, მას აუცილებლად ძალიან დიდი მსხვერპლის გაღება სჭირდება და სწორედ ეს მსხვერპლი უკვე გაიღეს და ეს პროცესი შეუქცევადია, არავინ ფიქრობს რომ ეს გაჩერებულია, დღესაც პირიქით ყველაფერი კეთება სასულიერო აკადემიაში იმისთვის რომ რაც იყო ის შევინარჩუნოთ, რაც დღემდე მოვიდა ის შევინარჩუნოთ და ამაზე უკეთესი გავხადოთ კიდო თბილისის სასულიერო აკადემია. დიახ, და ვიცით რომ სამსაფეხურიანი არის თეოლოგიის მიმართულებით სწავლება, ბაკალავრიატი, ანუ სემინარია, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, აკადემია, მაგისტრატურა და არსებობს ასევე დოქტორანტურა. მამაო, აი დღეს, მამა იოანე, დღევანდელ დღეს აკადემია რითია გამორჩეული და რას წარმოადგენს, რატომ უნდა ჩააბაროს თქვათ აქ დაინტერესებულმა პირმა ამის შესახებაც რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ აკადემია ეს არის მაგისტრატურა, თეოლოგიის მაგისტრატურა, მაგრამ მაგისტრატურას არ აქვს მარტო ერთი მიმართულება, აქვს რამდენიმე მიმართულება. აი, დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულებით იმუშაონ. ეს მიმართულებები შემიძლია ჩამოუთვალო, ეს არის ბიბლიისტიკის მიმართულება, ლიტურგიკის მიმართულება, კანონიკური სამართლის, ეკლესიის ისტორიის და პატროლოგიის და დოგმატიკის მიმართულება. ანუ ეს ძირითადად ეს ხუთი მიმართულება იმდენად ძლიერი პროფესიონალების ხელშია, რომ დარწმუნებული იყავით თქვენ იმაში, რომ ადამიანი, რომელიც მოვა და მას
დასჭირდა მას აქვს სურვილი იმისა, რომ ეს მეცნიერება შეისწავლოს, დარწმუნებული იყავით, რომ ყველა პირობა, რაც კი რამ შეიძლება ჰქონდეს დღეს საქართველოში სტუდენტს, ყველა პირობა ეკნებათ და რაც მთავარია, ყველაფერი ეს არის უფასო და უანგარო. აქ არის მინდა ეს შევახსენო ქალბატონ ელისაბედ, მაპატიეთ იქნებ დროში ვერ ვეტყვით, მაგრამ მაინც მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ არის ყველაფერი უფასო. სწავლა, პანსიონი საცხოვრებელი, სამჯერად იკვება, მოძღვრები, რომლებიც დღედაღამ კომუნიკაციაში არის, სულიერი მოძღვრები, რა თქმა უნდა, შტატიანი მოძღვრები ყავს, ცნობილი მოძღვრები, რომლებიც ყოველდღიურად ასეთ კომუნიკაციაში არიან სტუდენტებთან და ნებისმიერი მათი პრობლემა გათავისებულია მათი მხრიდან. ასე რომ, რატომ უნდა ჩავარდეთ? რა თქმა უნდა, ის უკვე ვახსენე, რომ სამჯერად იკვებით და ანუ ადამიანი, რომელსაც უნდა რომ მეცნიერება შეისწავლოს, თეოლოგიური მეცნიერება, მას აბსოლუტურად ყველა პირობა აქვს დღეს სასულიერო აკადემიაში ჩვენი მხრიდან. აბსოლუტურად ყველა. თეოლოგიის მიმართულებაზე მიიღებიან მხოლოდ ვაჟები, ესეც თქვათ, ხო? ქალბატონო ელისაბედ, სამედიცინო მომსახურება. დიახ. ესეც უფასო. აბსოლუტურად რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი ფუფუნება, რასაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აკეთებს ამ ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის და თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, რომელიც არის მემკვიდრე ძველი ქრისტიანული სამეცნიერო კერების, საგანმანათლებლო ცენტრების და ღირსეულად აგრძელებს მათ ტრადიციებს. ბატონო რატი, ძალიან აქტიური საგანმანათლებლო სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ჩვენ მუდმივად ვაშუქებთ ხოლმე სადიპლომო ნამუშევრების დაცვებს, როგორც ბაკალავრიატის მიმართულებით, ისე სამაგისტრო, ასევე დოქტორანტურის მიმართულებით და გვაქვს ამის შესახებ ბუნებრივია ინფორმაცია, რომ ძალიან მაღალ დონეზე არის ეს ყველაფერი, ძალიან მაღალი დონის ნაშრომებზე არის საუბარი. თქვენ რომ გითხრათ უფრო ვრცლად იმ სამეცნიერო საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ, რომელიც დღეს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარეობს. მოგესალმებით მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, აღნიშნეთ თქვენ უკვე რომ აკადემიაში და სემინარიაში არსებობს სამსაფეხუროვანი, ასე თქვა, სწავლების დონეები, ეს არის ბაკალავრი, ანუ სემინარია, მაგისტრატურა, აკადემია, ანუ და დოქტორანტურა. სწავლების ბოლოს განხორციელდა ბაკალავრის დონეზე მრავალი ნაშრომის დაცვა. ეს ნაშრომი უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი შიგთავსით ტექნიკური კუთხით აკმაყოფილებს აბსოლუტურად ყველა დონეს. და ასევე იმდენად მაღალ დონეზეა მომზადებული, რომ თავად ბაკალავრის ნაშრომი უტოლდება სამაგისტრო ნაშრომს. და მამა ივანე დამეთანხმება, აი სამაგისტრო ნაშრომები კი იმ დონეზე არის მომზადებული შინაარსობრივად, რომ ფაქტობრივად სადისერტაციო ნაშრომის ტოლფასი არის ეს სამაგისტრო ნაშრომები და აქედან გამომდინარე მოგეხსენებათ, რომ სწავლების დონე და ხარისხი განისაზღვრება სწორედ მოსწავლის მომზადების ხარისხით. და აქ ჩანს ეს ჩვენი, ასე თქვა, შედეგი, რომ ძალიან მაღალ დონეზეა მომზადებული ყველა ნაშრომი აბსოლუტურად სამაგისტრო იქნება ეს თუ თქვა ძალიან აქტიურად მასპინძლობთ ასევე საერთაშორისო კონფერენციებსაც, თქვა ადგილობრივ დონეზე ასევე სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებსაც, აი ამის შესახებ ამ მიმართულებით მუშაობის შესახებაც რამდენიმე სიტყვა რომ კონფერენციას რაც შეეხება ქალბატონ ელისაბედ, უახლოეს წარსულში მაისში გაიმართა ეხა საერთაშორისო კონფერენცია, მოგეხსენებათ, ესეც უმაღლეს დონეზე ჩატარდა. ამის დასტურია, ერთ ისტორიას მოვყვები, მამა გიორგი რექტორი ჩვენი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, თავად მიმუშია და მაგალითია ჩვენი, ასე ვთქვათ, ის მრავალ კონფერენციებს ეწრება და მრავალ მოხსენებას წარმოაჩენს და წარმოადგენს და ერთ-ერთი იყო რომში, როდესაც მან ეს კონფერენციას დაესწრო და მოხსენების სახით წარდგა და იქ აღნიშნეს სწორედ ეს მაღალი დონე ჩვენი კონფერენციის, საერთაშორისო კონფერენციის მაისში ჩატარებული თავად რომში. და ეს დასტურია იმისა, რომ არამედ ჩვენი სუბიექტური შეფასება კი არა, ჩვენი თქვა არამედ ეს საერთაშორისო დონეზეა გაღიარებული ჩვენი კონფერენციები. დიახ, აი ბატონ ამირანს ვკითხოთ, ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი, კურსდამთავრებული ბრძანდებით თბილისის სასულიერო აკადემიის და აი რა მოგცათ ამ სასწავლებელმა, რა გამოცდილება მიიღეთ, რა ცოდნა მიიღეთ, აი თქვა ცხოვრებისეულ გამოცდილებაზეც მინდა გკითხოთ და იმ გარემოზეც, რაც არის თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და ასევე იმ განათლებაზე, რომელიც მოგცათ ამ უმაღლესმა საღვთისმეტყველო სასწავლებელმა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება უშუალოდ თქვენს კითხვას, თუ რა მომცა მე ამ სასწავლებელმა, ვიტყვი რომ პირველ რიგში ჩემი როგორც ერთ-ერთი რიგითი ქრისტიანის პიროვნულ ზრდაში ამ სასწავლებელმა უდიდესი როლი შეასრულა. რადგან მე მომეცა საშუალება სწავლის გაგრძელებისა და მომეცა საშუალება იმისა, რომ არ დაკმაყოფილებულიყავი მხოლოდ
ბაკალავრის დონით, არამედ შევჭიდებოდი სამეცნიერო მუშაობასაც და საღვთისმეტყველო სფეროში გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა და როგორც მამა იოანემ აღნიშნა ჩვენთან ჩვენი სასწავლებლის პროფესორ მასწავლებლები დღესდღეობით საქართველოში და ჩვენი სასწავლებელი ზოგადად საქართველოში ერთ-ერთი პირველი არის ამ სფეროში და ეს ყველაფერი ამ ყველაფრისთვის ამ ყველაფრის საშუალება რომ მომეცა დიდი მადლობა. რაც შეეხება უშუალოდ კიდევ განათლებას და სადაპირებთ ამ მიღებული ცოდნის და განათლების გამოყენებას, ესეც საინტერესო არის. როგორ აპირებთ, რომ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა? რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი, რომ ამ სფეროს მიუძღვნა თავი ბოლომდე, ჩემი საღვთისმეტყველო განათლება არ გავფლანგო და უკვე დოქტორანტურაშიც გავაგრძელო ჩემი სწავლა და ჩემს ერთსა და ქვეყანას და ქრისტეს ეკლესიის მსახურებას შევწირო ჩემი ცხოვრება. ამის დიდი სურვილი გამაჩნია, რა თქმა უნდა და რას ურჩევთ მომავალ აბიტურიენტებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ამ მიმართულებით გააგრძელონ? მომავალ აბიტურიენტებს პირველ რიგში ურჩევ, რომ დაფიქრდნენ კარგად განსაჯოთ თუ როგორ უნდათ თავიანთი ცხოვრების გატარება და ურჩევ აქ ჩაბარებას, იმიტომ რომ აქ დახვდებათ პირველ რიგში ისეთი ოჯახური თბილი გარემო, რასაც სხვა სასწავლებელში ვერ შეხვდებიან. მამა იოანე, ჩვენი რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, მისი შრომა, დაუღალავი შრომა და მოღვაწეობა ხდება პირადი მაგალითი ჩვენთვის და იმის მიუხედავად რომ გადატვირთული პირადი გრაფიკი აქვს, ყოველთვის ახერხებს ჩვენთვის დროის გამონახვას და არც ერთი სტუდენტი არ რჩება უყურადღებოდ. ამის მაგალითი გახლავთ ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მამა გიორგისთან, რექტორთან, პროფესორ გიორგი ზვიადაძესთან, როგორც კურსდამთავრებულებს და მან მოგცა რჩევა-დარიგებები და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მას ამ ყველაფრისთვის და ზოგადად ამ სასწავლებელს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, რადგან ამ სასწავლებელმა და სემინარი აკადემიამ არა მხოლოდ სწავლა-განათლება მომცა, არამედ ამ სწავლა-განათლებისთვის მომცა ყველანაირი პირობა. მე იქნება ეს დაწყებული საცხოვრებლიდან, რომელიც სამჯერადი კვებით არის აღჭურვილი, სამედიცინო დახმარებით არის აღჭურვილი, როგორც უკვე ვახსენეთ, ასევე სტუდენტს მხოლოდ საზრუნავი რჩება მისთვის, რომ ისწავლოს და სწავლაზე კონდეს მხოლოდ ორიენტაცია გაკეთებული. დიახ, და კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა რომ აღვნიშნოთ, რომ ყველა ფაკულტეტზე, ყველა მიმართულებაზე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლა არის უფასო. ეს სასწავლებელი, ასევე უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებელი ჩართული არის Erasmus+ საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში და ბატონ რატი ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს ეს, თქვათ, რას აძლევს როგორც აკადემია, სემინარიის სტუდენტებს, ასევე პროფესორ მასწავლებლებს. Erasmus-ის პროგრამა ხელშეკრულება გაფორმდა პირველ რიგში 2022 წელს პოლონეთის თეოლოგიურ სასწავლებელთან, 23-ში უკვე გავაფორმეთ რუმინეთის სასწავლებელთან თეოლოგიურთან. უახლოეს წარსულში ჩამობრძანდა ჩვენთან მამა ბოგდანი რუმინეთიდან, თქვენთანაც იყო მოწვეულია. თუმასპინძლეთ მას ძალიან საინტერესო სემინარები და მოხსენებები ჰქონდა მას ჩვენთან აკადემიაში. ერთ-ერთი იყო წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ტექსტოლოგიური კვლევა და ჩვენთვის ასე ვთქვათ სიახლე იყო ეს. მას გაუზიარეთ ჩვენი შეხედულებები, გარკვეული, მან თავისი გაგვიზიარა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამეცნიერო კუთხით ასეთი გასწვლილის პროგრამები და ასევე მინდა აღვნიშნო სტუდენტებს საშუალება ეძლევათ არა მარტო Erasmus-ის პროგრამით, არამედ მის გარეშეც სხვადასხვა სასწავლებლებში წასვლის საშუალება აქვთ. მაგალითად, საბერძნეთში, ახლა მიდიან ათენში ჩვენი სტუდენტები, ასევე შვედეთში, რუმინეთში მათ აქვთ სწავლების საშუალება გააგრძელონ. ასევე მინდა აღვნიშნო და დავამატებ, რომ ჩვენთან არის ასე ვთქვათ
კურსებია ენის შემსწავლელი უცხო ენის დიახ ეს არის იტალიური ეხა შეიქმნა სირიულია თქვათ როგორ ასეთი პუტარიანა ბჭყალებში მეცნიერული ენა დიახ ასევე გერმანული და ახალი ბერძნულში დიახ და ფაქტიურად სტუდენტს ეძლევა საშუალება გადამზადების საშუალება ეძლევა და პირდაპირ შეუძლია მას რომ მომავალში გააგრძელოს თქვათ ათენის უნივერსიტეტის სწავლება ან თუნდაც შვედეთში ან თუნდაც რუმინეთში თავისუფლად შეუძლიათ განაგრძონ სწავლება ამ მიმართულებით. მამაიონე კადრები რომელსაც ამზადებს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას თქვათ მხოლოდ როგორც სასულიერო პირები არის ხოლმე შეკითხვა და ამიტომ მინდა რომ დავსვა თუ თქვათ სამეცნიერო სფეროშიც როგორც თეოლოგები ანუ ჩვენ ვიცით რომ სემინარია აკადემია არის სასულიერო პირების ის ადგილი სადაც მომავალ სასულიერო პირებს ამზადებენ მაგრამ ამის გარდა თქვათ რა მიმართულებით შეიძლება ყველას არ ქონდეს სურვილი რომ შემდგომ გახდეს სასულიერო პირი და რა მიმართულებით შეიძლება რომ დასაქმდეს ესეთი ადამიანი რომელიც აკადემიას ან სემინარიას დაამთავრებს ანუ თეოლოგიის მიმართულების თქვათ შესაბამისად ბაკალავრიაც ან მაგისტრატურას სასუფეველს აღთვისას აეძიებდეთ და ყოველივე ესე შეგეძინოთ თქვენ ბრძანებს უფალი ხო პირველ რიგში ჩვენ ვასწავლით სასუფეველის ძიებას როგორ უნდა დავამეგობრდეს ღმერთს შემდეგ შორს აღარ წავალ აგერ ყავს ცოცხალი მაგალითი ბატონი რატი არ არის სასულიერო პირი მაგრამ მან ის ჩემი სტუდენტი იყო უკვე დეკანი ვიყავი როცა ბატონი რატი სწავლობდა საუკეთესო სტუდენტი იყო დამთავრებისთანავე ჩააბარა დოქტორანტურაში დაასრულა შესაბამისად ძალიან ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო ნაშრომი და დღეს ის პრორექტორია. ანუ არ არის აუცილებელი იყოს სასულიერო პირი, შეიძლება საგანმანათლებლო სისტემაში სადაც კიდე იქ იმუშავებს სასულიერო აკადემია დამთავრებული და აი ჩვენს სტუდენტს რო უყურებთ ბატონ ამირას მე დარწმუნებული ვარ ამირარისნაირი ბიჭები ძალიან ბევრი ყავს ჩვენ იქ გამოზრდილი და მთავარი რაც არის რომ ჩვენ ისინი სადაც არ უნდა გაუშვათ თბილისში დარჩებიან თუ რეგიონებში წავენ დარწმუნებული იყავით რომ ყველგან სინათლეს შეიტანენ ისინი ყველგან სვინდის ნამუს განათლებას სიყვარულს და სიმშვიდეს შეიტანენ დარწმუნებული იყავით ამაში და ეს არის ჩვენი სასწავლებლების პლუსი და ეს არის ჩვენი სასწავლებლები ამაში დომინირებს და არა მარტო საქართველოში ყველგან სადაც სასულიერო სასწავლებელია ზოგადად ეს იცით ადამიანი არ არის მარტო ბიოლოგიური არსება ადამიანი სულიერი არსებაა ის არ იყო მაგრამ რო იშვა მარადიულობისთვის და მარადიულობისთვის რო იშვა ის არ არის მარტო ბიოლოგიური არსება ის ყდება გარდაიცვლება, გარდაცვალების მერე რა იქნება, სად წავა ის უხრწნელი და უკვდავისული, აი ამას ვასწავლით. ანუ მარადიულობას, ღმერთთან ყოფნას ვასწავლით ადამიანებს და ამისთვის არ არის აუცილებელი ადამიანი იყოს სასულიერო პირი. სასულიერო პირი ქადაგებს ამბიონიდან, საერო ადამიანები კიდევ ვერში ასწავლიან ბავშვობიდანვე ადამიანებს თუ როგორ უნდა იცხოვრონ მათ სვინდისით, ნამუსით და როგორ უნდა იცხოვრონ იმისთვის რომ ღმერთთან იყონ და სამშობლოსთვის და ოჯახისთვის იზრუნდნენ. დიახ, ჩარიცხვის წესს აუცილებლად უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებითაც არის ხოლმე შეკითხვები, როგორ მიიღებიან აკადემიაში სტუდენტები. უკვე სტუდენტები, იმიტომ რომ თქვათ მეორე საფეხური არის და აბიტურიენტებს ვეღარ ვიტყვით. არა მარტო ჩვენი სასულიერო სემინარიის დამთავრებულები და ჩვენი ბაკალავრიატის დამთავრებულები, არამედ ნებისმიერი აკრედიტებული სასწავლებლიდან წამღებული დიპლომით ვიღებთ ჩვენ მეორე საფეხურზე. შიდა გამოცდების შედეგად აკადემიაში არ არის საჭირო ეროვნულ გამოცდებებზე გასვლა. პირდაპირ მოდიან ისინი, აუცილებელია უბრალოდ მოძღვრის რეკომენდაცია, ეს აუცილებელი ატრიბუტია და დანარჩენი უკვე ჩვენ იქ შიდა გამოცდებს ვატარებთ და ასე ვიღებთ მაგისტრატურაში. და ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც 4-ხენოვანი არის და ძალიან აქტიურად მუშაობს, ასევე რა თქმა უნდა Facebook გვერდზე. თქვენ პედაგოგებზეც ისაუბრეთ და ვთქვით, რომ მაღალი დონის პროფესიონალები ასწავლიან და თავის დარგში ძალიან ცნობილი მოღვაწეები, თავად რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე უკითხავს აკადემიის სტუდენტებს ლექციებს, ასევე ბატონი ედი შერჭერიძე რომელიც არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი პროფესორი და სხვა ასევე ძალიან ბევრი ცნობილი პედაგოგი. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ჩვენთან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, გისურვოთ წარმატება და შევახსენოთ მაყურებელს თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანოზ იოანე კვანჭიანი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, სამეცნიერო დარგში თეოლოგიის დოქტორი რატი სტურვა და თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ბატონი ამირან ხვედელიძე საუბრობდნენ სტუდიაში.